ულმობელია დროის დინება. შეუბრალებლად მიქრიან დღენი, მიქრიან და თან მიაქვთ ბევრი რამ. მაგრამ რა ვქნათ, უძლურნი ვართ მოკვდავნი, ბუნების ამ წესში რაიმე შევცვალოთ. მაგრამ ერთში კი ვერ გჯობნის ულმობელი დრო, ვერ გვართმევს ხსოვნას საყვარელი ადამიანებისა. საყვარელი ადამიანები მუდამ ჩვენს გვერდით რჩებიან. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ საოცარ ახალგაზრდას, ჩხორიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ გიორგი ფიფიას. ძიმეა გადმოსცე სიტყვებით ის ტკივილი, რასაც მისი ამ ქვეყნიდან ნაადრევად წასვლა იწვევს თითოეული ჩვენგანის გულში. გიო, უსაზღვროდ გვენატრება შენი ღიმილიანი სახე, რომელიც მუდამ გამშვენებდა. შენი მოკლე, მაგრამ შინაარსით სავსე ცხოვრებით შეძელი ყველაზე მთავარი. დაგეთესა სითბო და სიყვარული ყველა ჩვენგანის გულში. ამ სიყვარულის წყალობით შენ ცოცხალი ხარ, შენ ჩვენთან ერთად დარჩები მარად. ისევ გვახსოვ ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად გიგონებთ კიდეც. და თუ გიგონებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად გინატრებთ კიდეც. და თუ გინატრებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად გვიყვარხარ კიდეც. და თუ გვიყვარხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად შენთან ვართ კიდეც. და თუ შენთან ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად მომკვდარ ვართ კიდეც. ეს გვინდა გავიხსენოთ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული ნიჭიერი ერუდირებული ჭაბუკი გიორგი ფიფია. ნაადრევად შეწყდა ამ ყველასათვის საყვარელი ახალგაზრდის სიცოცხლე, რომელმაც დიდი სიკვდილი დატოვა ყველას გულებში და დღეს გვინდა ეს ინტელექტუალური თამაში ჩავატაროთ გიორგის სახელზე, ბიჭისა, რომელიც დააყოლდა სოფელს. ამ ქვეყნად სიცოცხლე ხშირად უსამართლოა, მაგრამ სიკეთე და თბილი მოგონება არ კვდება. გიორგი იყო ახალგაზრდა, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი მძიმე წლების მიუხედავად მაინც შეეძლო სხვისთვის სინათლის გაჩუქება. მისი სიკვდილი მეხის გავარდნას გავდა. დღემდე მოყვება ეს ტკივილი, ძიმეა ჩემთვის ყოფილი მოსავლის მოგონება. დღემდე მიკვირს თავის ცოცხლის იმ მოკლე პერიოდში, როგორ შეძლო ამდენი სიყვარულის გაცემა, ამდენი უშეცდომო ცხოვრებისეული ნაბიჯების გადადგმა. გამორჩეული ახალგაზრდა იყო და დარჩება ასეთად ჩვენს მეხსიერებაში, გულსა და გონებაში. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას უცნაურად ლამაზად და მოკლედ ასრულებენ და მაინც მთელი ცხოვრება გვრჩება მათი თვალების სითბო, მათი სიტყვების ღიმილის შუქი. ასეთი იყო გიორგი. თავის გარშემო მყოფთა ცხოვრებაში თითქოს უბრალოდ იყო და თავისი არსებობით ათბობდა ყველაფერს. ასეთი იყო გიორგი. თავისი სიკეთით და უბრალოებით ის სამუდამოდ დარჩა ადამიანების გულებში, ის არსად წასულა. დრო გავიდა, მაგრამ გიორგის ნაბიჯების ხმა ისევ ისმის სკოლის კედლებში. გვახსოვს სირთულეებთან მებრძოლი, მეგობრული, გულწრფელი და ნათელი თვალებით, რომლითაც სამყაროს უყურებდა. გიორგი დიდი ტკივილია ყველასთვის. გიო, ჩვენო ძვირფასო მეგობარო, მეხის გავარდნას გავდა შენი სიკვდილი. გაფრინდი ცაში და თან წაიღე ჩვენი ბავშვობა და უსაზღვრო სიყვარული. ძალიან გვაკიხარ და გვენატრები შენს კლასელებს. შენ და მის სიყვარული მარად დარჩება ჩვენს გულებში. შეხვედრამდე.
გიო, ჩემო ძვირფასო და მონატრებულო მეგობარო. მთელი კლასი გამიცდით უდიდეს ტკივილს. რთულია სიტყვებით გადმოცემა იმ სიცარიელისა, რასაც უშენობა ქვია. ბევრი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს შენთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. შენი ადგილი ჩვენს გულებში მარადიულია. გვიყვარხარ, გვინატრები და გვაკრიხარ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მიხარია მსგავსი აქტივობამ. რაც შეეხება გიოს, მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, გიოზე წარსულში მივით უმეტეს საუბარი. ერთადერთ რაღაცას დავამატებ და ვიტყვი, რომ გიო სულ ჩვენთან არის და სულ ჩვენთან იქნება რა. მიყვარხარ, სადაც არ უნდა იყო გიო. გიო, ჩვენო კეთილო მეგობარო, ძალიან გვაკრიხარ და გვენატრები შენს მეგობრებს. უფალს ებარებოდა შენი კეთილი უბოროტო სული. გვიყვარხარ ძალიან.